მოგესალმებით ისევ ნათია შაი, ეს ჩემი არხია, გამოიწერეთ არხი და ეს არხი გახდება თქვენი არხიც. დღეს ნახავთ ყავის ჭიქას. ხშირად არა, მაგრამ იწერებიან, შეინდალეული ყავაო, ჩვენზე როგორ უნდა რეზონინდესო, ფაქტია, რომ ბევრზე რეზონინდება, იმიტომ რომ მე ამ ყავას მივირთმევ განზრახვით, რომ იყოს საჯარო გაშლა, საჯარო უბრალოდ ინფორმაცია ამოვიდეს და არა ჩემი პირადული. მაშინ ასე რა ჩანს აი აქ. მე მინდა თან დაგანახოთ. აი ნახეთ თვალი, ცხვირი, პირი, აი როგორი სახეა ადამიანის. აქ ჩანს, რომ ადამიანი ძალიან სწრაფად აპირებს მოსვლას, თქვენთან მოსვლას და რაღაცა ენერგია ეღობება და უშლის მას ხელს. საკმაოდ უშლის მას ხელს, ეს დროში აფერხებს. ამ პიროვნების სახელი ASO-ზე იწყება. შეიძლება პირდაპირ მნიშვნელობით არ უშლიდეს ხელს, მაგრამ მისი არსებობა ძალიან აფერხებს და უშლის ამ ადამიანს ხელს, რომ მოვიდეს. ეს ადამიანი ძალიან ჩქარობს ემოციურად, მაგრამ უფერხდება დროში. ამ ადამიანს ვინც აფერხებს, ხო, თქვენთან რომ მოვიდეს თქო, მამაკაცია და სიყვარული აკავშირებს თქვენთან. მოდი ასე ვთქვათ, რომ უფრო კარგად გასაგები იყოს, არსებობს მამაკაცი, ვისაც უყვარხართ, მისი არსებობა იცის სხვა ადამიანმა, უნდა მას თქვენთან მოსვლა და აი ეს პიროვნება რო არსებობს თქვენ ცხოვრებაში, ამიტომ ფერხდება. შეიძლება სტატუსიც ქონდეს ამ ადამიანს, თქვენი ოფიციალური შეყვარებული იყოს, ან მეუღლე იყოს და ასე შემდეგ. ფაქტია, რომ აფერხებს ის თქვენთან მოსვლას. ასევე წარსულშიც იყო მსგავსი აი რაღაცა სურვილი, იყო ამ ადამიანი ჩანს ისევე ეს, ამის გამო გაჩერდა და ახლა მეორე შემოტევა აქვს, ასე ვთქვათ. მაგრამ ეს ადამიანი სწავლობთ, იცის თქვენ შესახებ ძალიან ბევრი ინფორმაცია, თქვენ შესახებ ინფორმირებულია. საკმაოდ. საერთოდ ძალიან ბევრი თვალი გაქვთ, ზოგადად თვალსაც იღებთ და ძალიან ბევრი ადამიანი ინტერესდება თქვენით. რაღაცნაირი ან პოპულარული ხართ, ან იდუმალი ადამიანი ხართ და ძალიან ინტერესდებიან თქვენით. აქეთ ამ მხარეს უფრო მეტი ინფორმატიულობა არის და ნახე რა ჩანს. ეხლა მე თქვენ არ გიწერთ და თუ ესეთ ადამიანს იცნობთ, მომწერეთ აუცილებლად. ეს ადამიანი, რომელიც გაყვარდებათ, ვისაც ვსაუბრობდი, რომელიც ინტერესდება თქვენით, არის გამხდარი ადამიანი, სათვალეს ატარებს, შავ სათვალეს ატარებს, საკმაოდ გამხდარი ადამიანი არის და ამ დაინტერესებას საკმაოდ ასე ვთქვათ, დამალულად და ფარულად აკეთებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანს აი მისი ცხოვრება საერთოდ არ ეხება, ის ზურგით დგას თქვენსკენ, საერთოდ ცალკე ცხოვრება აქვს, ცალკე მიმართულება აქვს, მას ზურგზე აზიხართ. ანუ მისი მთელი ცხოვრების ქალი ხართ თქვენ, სულ თქვენზე ფიქრობს, თქვენით არსებობს, თუმცა მის ცხოვრებაში თქვენ საერთოდ არ ახართ. საკმაოდ უყვარხართ. გრძნობები აქვს ამ ადამიანს თქვენს მიმართ. აი ეს წინაღობა, რაც თქვი, ერთხელაც იქნება ვერ გაუძლებს და მოვა. მანქანაყავს კიდე. მანქანაყავს ამ ადამიანს. მოვა. მანქანაყავს, შავ სათვალეს ატარებს. თხელი პირის სახის გამხდარი მამაკაცია. კიდე ერთ მინიშნებას გეტყვით. ამ ადამიანმა, აი გაიხსენეთ, ოდესღაც ან ეკლესიის ტერიტორიაზე, ან ეკლესიაში პირობა მოგცათ, რაღაც შეგპირდათ, ტაძარში, ტაძართან, ტაძარის ეზოში ან ტაძარში.
გაიხსენეთ ესეთი ამბავი, ტაძარში დადო შეება თქვენი სიყვარულის ერთგულების. იმ წუთას იყო ძალიან ერთგული, იმ წუთას იყო ალალი ეს ადამიანი არ იტყუებოდა. იმიტომ რომ ძაღლით ამოდის ეს ფიცი, ასე ვთქვათ. მართლა გულით დადო ეს პირობა. მოდი ხა გეტყვით თქვენ ხართ. ნახეთ როგორ ეს თქვენ ხართ. მაგრამ ამ კაც მეორე ქალიც ასის. და ამ ქალს ძალიან ასე ვთქვათ აწყობილი აქვს, ნახეთ როგორ ნოტები აქვს, თვითონ მართავს დირიჟორივით. და ხელზე უზის ეს მამაკაცი მართავს, მაგრამ გაიქცევა, აუცილებლად გაიქცევა და მოვა თქვენთან ეს მამაკაცი. იმიტომ თქვი თავიდანვე ნახეთ, თითქოს სხვა ცხოვრება აქვს, მაგრამ თქვენი ცხოვრობს. სხვა თემასაც მინდა შევერთ, ხო, სამ პერიოდში სამ საქმეს დახურავთ, სამ საქმეს გააკეთებთ და ძალიან დიდი ფული შემოდის, სამ ნაწილად, სამი სხვადასხვა სიტუაციიდან ძალიან დიდი ფული შემოდის. ასევე გაქვთ ძალიან დიდი ნახტომი კარიერული. და ძალიან დიდ სიმაღლეებზე ასვლა, წინსვლა. სხვათა შორის დამხმარე ხელიც გაქვთ, აი დახმარებას მიიღებთ. შეიძლება ეს იყოს მატერიალური, სულიერიც, რჩევაც, მხარში დგომაც. ძალიან ბევრი. თქვენ აი ეს მყარად იქნებით თქვენს ცხოვრებაში, საკმაოდ მყარად და მშვიდად. საკმაოდ მყარად და მშვიდად. კიდე რა ჩანს მამაკაციდან, აი ნახე ესეთი ძალიან ლამაზი რაღაც, აი არ ვიცი თქვენ რამდენად ხედავთ, თითქოს საყვარს ჩაბერავს, მაგრამ ამ საყვარიდან წყალი იღვრება და გესხმევათ. რაღაცა ინფორმაცია წამოვა აუცილებლად მამაკაცისგან, რომელიც თქვენს ემოციების ძალიან იმოქმედებს, ემოციური იქნება თქვენთვის, თუმცა დადებითი. საკმაოდ ემოციური, თუმცა დადებითი. ამ კაცს ძალიან ესეთი მახასიათებელი, აი კაპიშონს რო ეძახიან ქართულად როგორ არის, აი ტასაცმელზე ქურთუქზე მაგალითად მიკერებული, ქუდი რა, აი ესეთ რაღაცას ხმარობს. ძალიან ძლიერია თქვენთან დედის და მხარდაჭერა, დედის ენერგია და ყოველთვის, როდესაც რაიმე მნიშვნელოვან კარგ საქმეს დააპირებთ, დედას თხოვეთ, დამლოცე დედა. ძალიან ბევრი თვალი გაქვთ, ძალიან ბევრი ატარეთ თვალის დამცველი, შეგიძლიათ დამიკავშირდეთ, დაგიმზადებთ, აი ძალიან ბევრი თვალი გაქვთ. კიდევ ერთხელ ვიტყვი რა, სამ პერიოდში, სამ საქმეზე სასწაული ღმერთის დაცულობა გაქვთ, აი მხარდაჭერა გაქვთ, თქვენი ასევე მფარველი ანგელოზის. სხვათა შორის აი რაღაცას ამარცხებთ, კატა თავდაყირა ვარდება და აი როგორც დედოფალი ისე ზიხართ და ვიღაცის ხელია ეს ვინც გიჭერთ, ვიღაცის თანადგომა გაქვთ და როგორც დედოფალი აი ფილმებში როზიან რაღაცა ისეთი ამაღლებული, დიდებული, მითი ფორმით ზიხართ. ძალიან მშვიდად გამარჯვებული, თავდაჩერებული. ამ თვალს მიხედეთ, თორე შეგაფერხებთ, დიდი ფული შემოსვლა ჩანს, ძალიან დიდი ფული შემოსვლა. დაიჩოქებს თქვენ წინ ადამიანი. მოდი ესეც რაღაცას ვიტყვი, ეს იმდენად ესეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც შეიძლება ყველასთან არ რეზონირდეს, მაგრამ რა ხომ ხედა ვიტყვით, ნახეთ, აი ეს ქალი არის ორსულად. შეიძლება იყო, შეგიძლიათ არ მომწეროთ, მაგრამ შეიძლება იყო ორსულობა, მე როგორ განვითარდა ეს საჯაროა ვეღარ ვიტყვი, ზოგმა გააჩინა ბავშვი, ზოგმა არა, ზოგმა გაბედა, ზოგმა არა. მაგრამ იყო ორსულობა. გადმოხტება ეს კაცი. აი ხო ზურგით დგას, ხო თავისი ცხოვრება აქვს, ხო სხვა ქალს უჭირავს ხელით, აი ესე და გონია რომ აიწყო ცხოვრება. გადმოხტება, ნახეთ რამხელა ნაბიჯი აქვს, რამხელა ფეხი და გადმოხტება თქვენსკენ და დაგიჩოქებთ ეს ადამიანი.
აუცილებლად დაგიჩოქებთ. ამბავი, რომელსაც გაიგებთ, აი მართლა მოგაგდებთ კალაპოტიდან, მაგრამ თქვენს ეგოს დააკმაყოფილებს ეს ამბავი. ყველაფერი იცის მან თქვენ შესახებ. ყველა დეტალი. ღიაფერის მანქანა ყავს. თქვენ ბედნიერი ადამიანი ხართ, ძლიერი, შემდგარი, წარმატებული, მაგრამ ეს წარმატება ჯერ არაფერი არ არის, რაც გექნებათ მომავალში. ძალიან დიდი წარმატება. საკმაოდ დიდი წარმატება. აი, ნახეთ. მოდის და რამხელა უზარმაზარი ყვავილი უჭირავს. დიდი სიყვარულით მოვა. ძალიან დიდი სიყვარულით. ეშმაკის ძალაერია თქვენს დაშორებაში და თან ორი ეშმაკის. ორი ადამიანი ჩაერია, ერთი არ ორი ადამიანი ჩაერია თქვენს დასაშორებლად. რომ მოვა და რომ დაგიჩოქებთ, მომწერეთ. გამოიწერეთ არხი, ჩემი არხი, ხოლო ჩემი ნომერი არის 591233507, აქტიურია ვიბერზეც, WhatsApp-ზეც. კიდე მინდა დაგანახოთ, აი თვალები, არ ვიცი, გჭამთ თვალები, აუცილებლად აი რაც გითხარით, რომ არ შეფერხდეს ეს წარმატება, გაიკეთეთ დამცავი ამულეტი. მე ვარ ნათია შაი. სამჯერ 3 დიდი ფული შემოვა. გემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე.